დღის წინ აშკარად სადღაც გავცივდი, იმის მიხედავად რომ მილიონი ვიტამინსა დაუვლია უკვე, აშკარად მე მგონი ჩემი ორგანიზმი ვეღარ ბრძოლობს და ნებდება. სათვალეებში ალბათ არ გინახევართ, ამიტომ ჯერ ვაჭამოთ ძაღლები. ძალიან ბევრს გავკვირდა რომ ლინზებს ვიყენებ და სამწუხაროდ -4 მაქვს მხედველობა და ლინზების გარეშე ჩვეულებრივი ბრმა ადამიანი ვარ. ამიტომ ლინზები არის ჩემი ყოველდღიურობა სამწუხაროდ და ოპერაციის საშინად მეშინია, ამიტომ არ ვიკეთებ, ამიტომ თუ მოგინდებათ დაწერა რომ ხო შეგიძლია გაიგეთ ოპერაცია, მეშინია ძალიან. დავდით ახლა ვჭამოთ, სიმართლე გითხრა, დღეს ძალიან გამირჩულდა ადგომა, იმიტომ რომ გუშინ ღამე დავლე ყავა. ეს იყო სადღაც 10-ისკენ 11-ისკენ და რა თქმა უნდა გავათენე, კაი 5-მდე 4-მდე უეჭვოთ. ჩემი ბალანსი უკვე აქ არის, მოდით ვნახოთ დღეს რა გვაქვს რაციონში. მეზე გვექნება უგემრიელესი ვაფლები, რომელი ვაფლებია ეს? რა ქვია მაგას ზუსტად არ მახსოვს. ჩიზე გვაქვს ეგეთი უგემრიელესი სალათისნაირი რაღაცა. გვექნება ბრინჯი ბოსტნეულთან და ხორცთან ერთად. რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი დეტოქს წვენი, соуსი და ეთნაჭრი პური. ეხლა გიორგი მოვიდა სახლში და საჩქარი მომიტანეს, წესით ვიცი რა კომპანია არის ეს. ეგ არის Aden Cosmetics, სხვათა შორის ჩემი საყვარელი წითელი ტუშსაცხვი ზუსტად აქედან არის. სალამ გიორგის ველოდები, გაჩვენებთ რომ დღეს საერთოდ მაკიაჟის გარეშე ვარ. იმდენი კომენტარი დაიწერა რომ მაკიაჟის გარეშე ძალიან ლამაზი ხარ, მეთქი არა პრობლემა მაკიაჟის გარეშე ვიქნები უფრო ხშირად. მოგეთ მივდივართ City Mall-ში იმისთვის რომ ვიყიდო რაღაცეების საჩუქრისთვის საახალწლოდ და მაგარი ახალი წელი გველოდება წელს, იმიტომ რომ ქობულეთში მივდივართ მეგობრებთან ერთად. რათები ავიღე, პანდორაში ვიყავი, მივიტანე ჩემი სამაჯური, რომელიც სამწუხაროდ საკითხი გამიტყდა და იმედია ერთ კვირაში გაკეთდება, წესით მითხეს რომ ერთ კვირაში მსად იქნება. ამიტომ ახლა წავიდეთ უკვე ვიპოვოთ რაღაცეების საჩუქრებისთვის და ჩვენ მივდივართ ბოდერძის სეზონის გახსნა და ამიტომ სათხილამურო რაღაცებიც მჭირდება. ესე იგი ბოდერძიზე რო ყურად მქონდეს თბილად რომელი ავიღო ეს თუ ეს უფრო ფუნფულა არის, ეს უფრო მომწონს მე მგონი. მომწონს. მოდით ეს ავიღოთ. თან ფეხსაცმელი მაქვს ზუსტად ეგეთი ფუნფულა ბეწვებით. ეს ავიღეთ. რაღაცეები ვიყიდე, დანარჩენი ონლაინ მოვა, იმიტომ რომ წინასწარ შევკვეთე და იმედია მოესწრება, რომ თან გადავიღო რაღაცეები, ძალიან მაგარი საჩუქარი იქნება, დავრწმუნებული ვარ. მასობაში ჩვენი მეგობრებიც უკვე მოვიდნენ და უკვე დავიწყებთ ჩვენ საგაზაფხულო ტრიპის დაგეგმვას. ამიტომ შეგიძლიათ უკვე დაწერეთ კომენტარებში იდეები, სად შეიძლება გავიმგზავროთ საინტერესო კონტენტის გადასაღებად და დამიწერეთ კომენტარებში როგორ გაატარეთ დღევანდელი ორშაბათი თქვენ.